არის რაც ითქვა, არის რაც არ თქმულა, მაგრამ უკვე ნათელია და არის რაც ჩვენ კიდე კარგად არ ვიცით, ხო? ის რაც ითქვა და ნათელია ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშკარად უჭერს ხარს იმ პოზიციას, რომ უკრაინაში მშვიდობა იქნეს მიღწეული ნებისმიერი გზით. ნებისმიერი გზა ამ შემთხვევაში გულისხმობს უკვე აშკარაა, როგორც მინიმუმ იმ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას რუსეთისთვის, რომელიც მას ოკუპირებული აქვს. ეს არის ზუსტად ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რაც მის ეს არ არის მშრალი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზია და მიუღებელია უკრაინისთვის. ეხლა რატო უკავია ამერიკას ეს პოზიცია და ტრამპის ადმინისტრაციას ცოტა ძნელი სათქმელია არის ეს ის რომ ცდილობს რომ რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენოს მე არ ვფიქრობ რომ ასე გულუბრყვილო მიდგომა არსებობს არის ეს იმიტომ რომ მათ რაღაცა რუსეთში არსებული თუ არქტიკაში არსებული რესურსებთან კონდეთ ცდომა და მითის არ ვიცი მე პირადად ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ძალიან უფრო არჩევნები კი დამთავრდა ხელისუფლებაში კი მოვიდა, მაგრამ უფრო რაღაც წინა საარჩევნო რიტორიკის გაგრძელებას გავს, მაგრამ ეს დინამიკა ალბათ გაგრძელდება. იმდენად სწრაფად იცვლება ტრამპის ადმინისტრაციის განწყობა და პოზიციები ძნელია თქვა, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება რა. ძნელი. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რას იზავენ სხვა ყველა დანარჩენი. აქ იგულისხმება ევროპელები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთიც ალბათ. ახლა ჩავიდა დიდ ბრიტანეთში ვოლოდიმირ ზელენსკი და რეალურად შექმნიან ახალ სამხედრო სტრუქტურას, ანუ ახალ თავდაცვის სტრუქტურას, სადაც თვითონ შეძლებენ თავის კონტინენტის დაცვას. ალბათობა იმისა, რომ თურქეთიც ამას შეუერთეს ძალიან დიდია, თუ გავითვალისწინებთ მით უმეტეს თურქეთში მომხდარ მოვლენებს გუშინ, როდესაც პკკ-ს რადიკალური ქურდისტანის პარტიის ლიდერმა ოჯალანმა განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თურქეთთან, ანუ სადაც გამოხატული ინტერესები ჯარების სამშვიდობო ჯარების ჩაკეტების უკრაინაში. ამა თუ ანუ შექმნიან ამას და გააგრძელებენ უკრაინის ხარდაჭერას ყველანაირად გააგრძელებენ, მაგრამ გააგრძელებენ უკვე ამ ფორმით, რომ მაშინ გითხავთ რა რესურსი აქვს ახლა და რეალური შესაძლებლობები, იმიტომ რომ სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით თუ რამეზე შეგვიძლია ვთქვათ, ევროკავშირის ნამდვილად შეზღუდული რესურსი ჰქონდა. ნუ რა შეიცვალა მათ შორის ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში და ახლა სწრაფი ჩანაცვლება შეიძლება თუ არა, იმიტომ რომ ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, მაგალითად ამერიკა შეიძლება განიხილავდეს საერთოდ სამხედრო დახმარების შეწყვეტასაც. რთული წერტილი ამ შემთხვევაში და ამ სცენარზეც ბუნებრივია მოუწევთ ფიქრი. ფინანსურად ამერიკის ჩანაცვლება შეუძლიათ, მოდი სამხედრო თვალსაზრისით ვისაუბროთ, ძალიან რთული იქნება ამერიკული შეიარაღების ჩანაცვლება, განსაკუთრებით, დიახ, სადაზვერვო ინფორმაციის და განსაკუთრებით რაც ეხება საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს, მაგრამ ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აწვდის, არ არის ცოტა ისე პირდაპირიანი თქვა, არ არის საკმარისი იმის, რომ რუსებმა ამ ომში გაიმარჯვოს, ან რაღაც კიევი დაიპყროს, ან რაღაც დამატებით უპირატესობას, ეს უბრალოდ მოიტანს გაცილებით მეტ ხერხს. ანუ თუ არ იქნება მარტივი ენაზე აგიხსნით ხა პატრიოტების საჰაერო თავდაცვის სისტემა რაღაცის იქნება მისი ჩანაცვლება შესაძლებელი, მაგრამ რაღაც პერიოდში სანამ ამისთვის დალაგდებიან, სანამ ამ სისტემებს დროულად მიაწვდიან, შეიძენენ უფრო მეტ ხერხთან, უფრო მეტ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ზიანთან გვექნება საქმე. ეს არის მთავარი და ყველაზე მთავარი რაც არის დღეს ევროკავშირს ყველანაირი რესურსი აქვს ევროპას, განსაკუთრებით ბრიტანეთთან და თურქეთთან ერთად, ყველანაირი რესურსი აქვს, რომ სტატუს-კვო შეინარჩუნოს უკრაინაში და უკრაინის დახმარება გააგრძელოს. ისევე როგორც უზრუნველყოს თავის კონტინენტს უსაფრთხოება. ამაზე არ არის პრობლემა დგას იმაში, რაც არ აქვს ევროკავშირს და ევროპას, ეს არის პოლიტიკური ლიდერშიპი, ანუ პოლიტიკური მართვის სტრუქტურა, მათ არ გააჩნიათ, ანუ მთელი მეორე მსოფლიო ომის დროზე ევროპის უსაფრთხოებაზე გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, სადაც ლიდერობას ისინი ახორციელებდნენ. დღევანდელი სტრუქტურისაც ევროკავშირს გააჩნია, ანუ ისინი ვერ შეძლებენ სამხედრო სტრუქტურის სრულფასოვნად მართვას. შესაქმნელია ახალი სტრუქტურა და რამდენად სწრაფად გადადგავენ ამ ნაბიჯს, ეს ამის თქმა გამიჭირდება. მეორე არც ისე ოპტიმისტური, არც ეს არის გამორიცხული, რომ უკვე ამ ტრამპის ამ რიტორიკის ფონზე ევროპამ თვითონ გამონახოს მთლიანობაში რუსეთთან გარკვეულწილად საერთო ენა. რა იქნება ეს, მაგრამ ევროპას გაცილებით მეტი ინტერესი აქვს რუსეთთან და რუსეთს ევროპასთან, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ბუნებაში ჰქონდეს. ამიტომ
რომელ გზას აირჩევს ევროპა ბრიტანეთთან ერთად მე ვფიქრობ პირველ გზას, მაგრამ ევროპას ვამბობთ და გულისხმობთ ამ შემთხვევაში საფრანგეთს და გერმანიას. ხო ეს არის ის ორი მთავარი სახელმწიფო, რომელმაც ეს პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. ის კისინჯერის შეკითხვა კიდე ძალაშია რომ ვის უნდა ველაპარაკოთ ევროპაში რომ რეკავთ. არა, ეგეც შეიცვალა მე მგონი ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ აქ სხვა მოთამაშეებიც არიან, ევროპას ვამბობ გულისხმობ დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა, როცა უსაფრთხოებაა საუბარი, გულისხმობ პოლონეთს და გულისხმობ თურქეთს.